ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას აგრძელებს მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრამ სიტყვიერი დაპირისპირების და კამათის ფონზე ჩაიარა. კომისია ახლა წამლებზე ფასწარმოქმნის პროცესს სწავლობს და ფასების შემცირების რესურსს ეძებს. ერთ-ერთ ბერკეტად ყველა მედიკამენტზე ეგრეთ წოდებული რეფერენტული ფასების დაწესება განიხილება, რასაც კერძო სექტორი არ ეწინააღმდეგება. ამ ეტაპზე მითითებული პროგრამა მხოლოდ 7000-მდე მედიკამენტზე ვრცელდება. რა გზით და როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების ფასის შემცირება, კომპანიების წარმომადგენლებს არ კონკრეტებიათ. კონკურენცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ვხედავთ, რომ კონკურენციას ხელს უშლიან ზოგი პირდაპირ, ზოგი ირიბად და აი კონკურენციას რომ ხელი არ შეუშალონ, ეს უნდა უზრუნველყოს სწორედ სახელმწიფო კონკურენციის სააგენტომ. თუ საჭიროა, ჩვენ კანონშევიდან ცვლილებებს და დავამატებთ ფუნქციებს. თუ ფუნქციები აქვს, ეფექტურად უნდა მოხდეს ამის განხორციელება და ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, შესაბამის მათ შორის სააგენტოსთან და გამომდინარე აქედან ნახავთ დარწმუნებული ვარ შედეგებს, რომ როდესაც შეიქმნება გარემო კონკურენციის ფასების დარეგულირება. ამ პროცესის მთავარი მიზანი არის, რომ სისტემა ისე აეწყოს, რომ მისმა მონაწილეებმა ბოროტად არ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები და ეს აცუდად არ აისახოს მომხმარებლებზე და მათ ინტერესებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც დასრულდება ეს პროცესი, მთავრობასთან ერთად ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგათ, კანონმდებლობის მოწესრიგება იქნება თუ სხვა პრაქტიკები იმისთვის, რომ ფასებმა მიიღონ ის დონე, რაც არის რეალურად ამ თუ იმ პროდუქტის საბაზრო ღირებულება და არა ის გადაჭარბებული, ამ ბოროტად გამოყენებული მდგომარეობები, რასაც ჩვენ ხედავთ ხოლმე ზოგიერთი ბაზრის მონაწილის მხრიდან.